წითელ ზონაში დარჩენილი 30-მდე ოჯახი მოამბეს 3 წლის წინ მოხდა სტიქიაზე და ეკოზარალზე უყვება. სოფელი გოგინაძეები დღეს განსაკუთრებულ დახმარებას საჭიროებს. მთაში დარჩენილები ამბობენ, რომ მეწყერის ჩამოწოლის საფრთხე ისევ არსებობს, წასასვლელი კი უსახსრობის გამო არ აქვთ. Წამოვიდა მთლიანად იქ მოწყდა და იმ მოსახლეობასთან შევიდა, იქ სახლი დაანგრია. სოფელ გოგინაძეების მაცხოვრებლები იმ დღეს იხსენებენ, როდესაც მოულოდნელმა სტიქიამ სოფლის ცხოვრებაცა და რელიეფით საბოლოოდ შეცვალა. მეწყერს ამ სახლის ბინადრები მხოლოდ იმიტომ გადაურჩნენ, რომ სტუმრად იმყოფებოდნენ. მიწის მასამ ნაგებობა მთლიანად დაფარა. მეზობელი სახლის სახურავი კი დღესაც 50 მეტრის მოშორებით გდია. შემთხვევიდან 3 წლის შემდეგ ქედის რაიონის მაღალმთიან სოფელში 30-მდე ოჯახი ისევ სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ცხოვრობს. რა დროში წამოვა, რა დროს რა იქნება, არ ვიცით. ყოველთვის შიშის ქვეშ ვართ. ყოველთვის გონია რომ წამოვა ოდნავ ხმას რომ გევიგონებ. ძალიან საშიშ მდგომარეობაში, ტანსაცმლით მძინავს დაჟე. რომ საგაასწრებ, რომ ამეიგნას. სტიქიამ სოფელს ეკონომიური პრობლემებიც შეუქმნა. მეწყერმა მოსავალი გაანადგურა და ნიადაგი გამოფიტა. დაზიანდა გზებიც. მოზარდებს სკოლაში მისვლა მეწყერ საშიში ზონის გავლით უხდებათ. ბავშვები მიდიან სკოლაში 3 კილომეტრს გადიან, ისეთ გაივლის იმაში არის სავშეშროება. დაგვირეკავენ მასალებლები, გავდივართ მშობლები, გებებით. ხანდახან მასალებლებს მოყავან ეს ბავშვები. ჯერ კიდევ 2011 წელს შედგენილ გეოლოგიურ კვლევაში სოფელ გოგინაძეებს რისკის მეორე კატეგორია აქვს მინიჭებული და ადგილობრივების გასახლების რეკომენდაციაა გაცემული. მსგავსი პრობლემა აწუხებს აჭარის მაღალმთიანი სოფლების 70%-ზე მეტს. სახლი უნდა აიღო, გადაიტანო უსაშიშო ადგილზე, მაგრამ ასეთი ტერიტორია აქ სადმე არაა. მივმართეთ მთავრობას განცხადებები და 2 წელიწადი აიხილავს ჯანდაცვა ამ საკითხზე ვერ განიხილეს. სახელმწიფო პოლიტიკა სამწუხაროდ განსახლების არ არსებობს. მომავალში იგეგმება სახელმწიფო სტრატეგია, მაგრამ ვინ შეიმუშავებს, ვინ იქნება ჩართული, რამდენად მდგრადი იქნება და ამას მოყვება სერიოზული წინსვლა, აი მიგრაციული პროცესების, ანში დამიგრაციული, ეს უკვე მომავლის საკითხია. 2018 წლამდე გაწერილი არის დაახლოებით 3 მილიონი ყოველ წელს ახალი კორპუსების მშენებლობისთვის, რაც შეეხება სიტუაციას თუ რა ბედი ექნება ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულება ეკომიგრანტებთან დაკავშირებით, მაგრამ თუ კონკრეტული პრობლემური ოჯახებია, უნდა მიმართოს შესაბამის კომისიას და კომისია მიიღოს გადაწყვეტილება. თუ წელიწად ნახევარი გავიდა, ამის შემდეგ იქ სავარაუდოდ ძველ პერიოდში ჩატარებული კომისია არის და შესაბამისად შედეგები შეიძლება ითქვას, რომ თავიდან გადასახედი იქნება და თავიდან უნდა მიემართოს. ეკოლოგიური საფრთხის თვალსაზრისით აჭარა საქართველოს რეგიონებს შორის პირველ ადგილზეა. ოფიციალური მონაცემებით ბოლო 5 წლის განმავლობაში აჭარის გეოლოგიურ სამსახურსა და სხვა უწყებებს დახმარების თხოვნით 5000-მდე ოჯახმა მიმართა.